ესეთი უნდა იყოს, შეხედეთ? ის კი არა, царიელი ჟელე რო არის ხოლმე. აი ასე უნდა იჭრებოდეს. აი ასე. როგორც ზეხვი ისე უნდა იჭრებოდეს. ესეთები. არ უნდა იშლებოდეს, არა, ლაბა არ უნდა იშლებოდეს. ჩემო საყვარელო. აბა ჩემო ჯიგრებო, დღეს გავაკეთოთ ლაბა. ანუ ესე ძველებურად ვთქვათ, ხალადეცი რა და გავაკეთოთ აი ესეთი კარგი ინდაურის მთებისგან რა. ეხლა რატო ინდაურის მთებისგან? იმიტომ რომ აი მასში არის ეს კოლაგენი, ძალიან ბევრი ფრთებში და არ დაგჭირდება აი ჟელატინების და მელატინების მიცემა რა. ეხლა წავედით. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, საკმაოდ დიდი ხნის საქმეა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა ჩვენ ესე იგი ჩავდოთ ეხლა ქვაფში და დავასხათ წყალი და პირველი ნახატი წყალი მოვაშოროთ მე. აბსოლუტურად რა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია თლიანიც ჩავდოთ და მოვხარშოთ, მაგრამ უმჯობესი იქნება რაც შეიძლება მეტი რომ გამოვიდეს ესე იგი. წვენი რაღაცა ამიდან რა ქვია, კარგად რომ მოიხარშოს. აი ესე კიდე დავანაწევროთ ეს ინდაურის მთები და მე ეს ყველაფერი ესე ლამაზად მოვათავსოთ ესე ქვაფში. დავასხათ ეხლა წყალი ესე ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ ესე ჩვენ ეს ლამაზად და დაველოდოთ რომ წამოდუდეს. როგორც კი წამოდუდება, მე უნდა ისე გავრეცხოთ თავიდან თბილ წყალში, ნუ გეშინიათ არც ხილს დაკარგავს არაფერს. აი თერი თუ რამე ცუდია, თუ რამე კიდე ჩაფჩა, თუ რამე ისეთი გემო ყველაფერს მოხსნის რა. ამიტომ დავასხავთ თავიდან წყალს. და დამჩენს ნამდვილად კიდე აბი გლუკოზასთან ერთად დეტყვით. აი ნახეთ, აი ეს უკვე დაიწყო პატარა ზედუღილი და ნახეთ, მიუხედავად რომ გარეცხილი, მიუხედავად რომ ცივ წყალში იყო, რამდენი სისხლი და რაღაც გამოდის. ამიტომ ეხლა ეს უნდა ჩვენ გავრეცხოთ თბილ წყალში და მე უნდა დავასხათ თავიდან წყალი და დავაწყებინოთ დუღილი. დანარჩენს კიდე გეტყვით გზა და გზა. აბა ჩემო საყვარლებო, აი ნახეთ, როგორ გავასუფთავეთ ეს ინდაურები, ესე გავრეცხეთ, გავაწყრიალეთ. ეხლა უნდა გადავიღოთ ქვაფში. ხო რაც თავარია, მიკროფონი გვერდზე მდებია, დავიწყებია და წინა ხმები ცოტა შრიალებს, ამიტომ ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ტექნიკური ის იყო რა ქვია, შეცდომა. და ეხლა აი ამას ესე გასუფთავებულს, გაპრიალებულს ჩავალაგებთ. დავასხავთ თავიდან წყალს. უმჯობესია გადადუღებული, ეს ახლა ამაში გადადუღებული თბილი წყალია. თუმცა ცივით შეიძლება, არ არის პრობლემა. და შემოვდგავთ ჩვენს ქურაზე. ეხლა ეს ადუღდება, ჩემო საყვარლებო, და რო დაიწყებს დუღილს 1 საათის შემდეგ ჩვენ მე აი რაღაცებს ჩავყრით შიგნით. ნუ ამას მე გეტყვით. მოკლედ, კაი დიდი ამბავია მეთქი, რო გეუბნებით ეგრეა რა. მაგარი ის არის რა, საჩალიჩო, უკაცრავად ამ ჟარგონზე. всё, ველოდებით ეხლა, რომ დაადუღდეს და 1 საათი იდუღოს. აი ესეც ჩვენი ინდაურის მთები, აი ესე მოიხარშა. ეხლა უნდა ჩაუშვათ ამაში აი ეს ყველაფერი, ნუ ლიმონის გარდა. 1 ცალი მთლიანი ხახვი. ძალიან დიდი ხახვია ოღონდ. 1 6-7 კბილი ნიორი. სტაფილო 2 ცალი. ამას ეყოფა ნამდვილად. 4 ფოთოლი დაფნა, ან 5 შეიძლება, მაგრამ 5 ბევრი იქნება. იყოს 4. თავის გემოზე არ წაიყვანოს. და აქ მაქვს ესეთია ეს სურნელოვანი ციცაკა, ცოტა შავი ციცაკის ბურთულები. შეგიძლიათ შავი ციცაკა ზოგმა არ უქნათ, ზოგმა უქნათ. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. და ეხლა კიდე სადღაც დაახლოებით 9 საათი 40 წუთამდე უნდა ვადუღოთ, რომ ეს სტაფილო ყველაფერი კარგად მოიხარშოს. ხო, თავარი. დამავიწყდა რამის. აი, ციცაკა. ეს ცოტა ძალე ციცაკა, ამიტომ სულ უზამ მაქსიმუმ 3 ცალს რა. პირდაპირ ქოთნიდან. წითლები, ლამაზები, გემრიელები. ეხლა ამას დავახურავთ თავს და 9 საათი კიდე დაველოდებით. ხო, გითხარით, ეს არის სასწაული მეთქი. მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ უყურებ კარგი ეს ლაბა რო იყიდება ხოლმე, სულ ვფიქრობ
უნდა ღირდეს ერთი 100 ლარი კილო მინიმუმ, რაც თუ კარგად აკეთებ, რაც ამას წვალება უნდა რა. მეგრებო, დაასრულდა მოხარშვა, მაგრამ ჯერ პროცესი არ დასრულებულა, შუაში ვართ. შუაში სადღაც გაჭეტილები რა. ეხლა უნდა ამოვიღოთ თავიდან ბოლომდე, რაც მოხარშეთ, ყველაფერი. ესე ეხლა ეს დროებით გავწიოთ გვერდზე, შეცივდეს სანამ გავანთავისუფლებთ ძვლებისგან და ეხლა უნდა გადავწუროთ ეს წვენიაში რა ქვია, საცერში თუ საწურში რაც ქვია. ესე დავდოთ და ეს უნდა გადავწუროთ. აი, რამდენი წვალება ჭირდება ლაბას. ეხლა უნდა დავდგათ ეს აქ. ისევ და დაახლოებით 9 საათი 40 წუთი უნდა ვადუღოთ. კიდევ. ნუ მანამდე უკვე ვინაიდან მე ახლა ცოტა ესეთი მიკეთია ესეთი ხელთათმანები. ძვლებისგან უნდა გამოვაცალოთ აბსოლუტურად ეს რაც არის, რაც მოხარშეთ და თავიდან ბოლომდე უნდა დავჭრათ. თავიდან ბოლომდე ეს ძვლები უნდა გამოვაცალოთ, დავდოთ გვერდზე. ასე რომ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, ძალიან ბევრი. თუ დაგპატიჟებენ სახში და ამდრილ ლაბას გაჭმევენ, ჩათვალეთ რომ ძალიან დიდი პატივი უციათ რა. ძალიან დიდი. აი ხა ეს უნდა ავდგეთ და დავჭრათ რა უბრალოდ ნაჭრებად რა, ჩვეულებრივად, სწორილად, რაც შეიძლება. თუ რამე არ მოგვეწონა, შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ. დანარჩენია ესე სწორ ნაჭრებად უნდა დაიჭრას. აბა ეხლა ეს უკვე რო დავაკუცმაცებ, უკან უნდა ჩავაბრუნოთ აი ხლა აი აქ ისე. ეხლა უკვე მარილი უნდა ჩავყაროთ. ეს გემოვნების მიხედვით, რა თქმა უნდა. გავსინჯოთ უნდა მე რა ბოლოს. და უნდა ჩავაჭრიდოთ ნიორი. აი ხა მარილს რო ჩავყრით, აი წარმოვიდგინეთ, ერთი პატარა ზე უნდა წამოღდეს, უნდა გავსინჯოთ მე მარილი, როგორია მოგწონს არ მოგწონს, შეგვიძლია დავამატოთ თუ არ მოგწონს და ეგ არის. მე ხა თვალის ზომით ვიცი რამდენი უნდა და ზუსტად აქ არ უნდა გასინჯვა. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გასინჯვა და გასინჯეთ. აი ხლა მარილი ჩავყარეთ. მე დაახლოებით თვალის ზომით ხვდები რამდენი უნდა, მაგრამ რო გასინჯავთ, ცოტა მარილიანი უნდა იყოს, ესე იგი რა ქვია ლაბა, იმიტომ რომ ცივდება იკლებს ეს მარილი. ამიტომ აი არ იფიქროთ რომ იმ მომენტისთვის გასინჯეთ და ცოტა მარილიანი მოგეჩვენათ, ნუ შეეშინდება, პრობლემა არ არის. აი ხლა მარილი პრაქტიკულად უკვე აი წამოდუღდა და გაიხსნა. ეხლა ჩვენ ეს უნდა გავთიშოთ უკვე და ჩავჭრიდოთ ნიორი. ჩავჭრიდოთ ნიორი და მე უკვე შეგვიძლია გადმოვიღოთ უკვე აი ჩვენს ლამბაქებზე. აი ამდენი ხანი დაგჭირდა რომ გავეკეთებინა ჩვენ ლაბა და ჯერ კიდევ მზად არ არის. ეს იქნება ხვალ დილით უკვე მზად, როდესაც მასივაში მოვათავსებთ რა. ეხლა უკვე ჩვენ გამოვცეთ ლაბა და ეხლა უნდა ჩავაჭრიდოთ ნიორი. ნიორი ისეთ დროს უნდა ჩავაჭრიდოთ, როცა დუღს უკვე. იმიტომ რომ მე ნიორი უკვე დაკარგავს აი თავის ცოცხალ სტრუქტურას. ესე ვაჭრიდავთ. დაახლოებით 5 კბილს, 6 კბილს, აი ამ რაოდენობაზე. როდესაც გავაკეთებთ ჩვენ თავის ლაბას, რომელიც ამაზე ძლიერი გასაკეთებელია კიდე უფრო, ხო? და ესე გადავურიოთ ახლა ეს ჩვენ.
იქ რა თქმა უნდა მეტი დაგჭირდება ნიორიც და წიწაკაც. და ეხლა კიდე თავარი ლიმონი უნდა ვქნათ ამას ჩვენ. ეს კურკა თუ შეხვდა ჯობია მოვაწოთ. ზოგიერთი ლიმონს მარტო ძირში უშვება სილამაზისთვის, მაგრამ ის მარტო ერთ ადგილს ამჟავებს, ამიტომ ჩვენ სილამაზეცთვისაც ვიზრუნოთ ეხლა და ვიზრუნოთ ასევე იმისთვის, რომ ესე იგი სილამაზესთან ერთად გქონდეს ჩვენ ჩავაწვდოთ კიდეც ლიმონი. ეს საკმარისია ესე და ეს კიდე სილამაზად დავუშვათ რომ დავუწყოთ ძირში. ეს ახლა კი გადავუგვიოთ ისე კიდე ერთხელ. ეხლა ავდგეთ უკვე და ჩავასხათ ნელ-ნელა. მოვურიოთ უნდა ხოლმე ჩასხმის დროს რომ ერთიანად განაწილდეს წვენი და ხორცი, თუმცა ეს ძალიან ხორციანი ლაბა არის. როგორც ძეხვი ისეთი გამოგვივიდა, ეს შეიკრება, ძალიან კარგი იქნება. აი ესე ჩვენი ლაბა და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ხვალ გავაკეთოთ დეგუსტაცია. მივაყოლოთ მე კარგი ჭაჭა, ვისკი, არაყი. რავი. ახლა ამაზე ვინო არ წავა რა. აბა ხვალამდე. აი ესე ჩვენი ლაბა, აი. ნახეთ. ლაბუბუ, ახლა ხო ლაბუბუა მოდაში, მაგრამ ლაბაჯობია დამიჯერეთ რა. აი ამდენი ხანი დაჭირდა ჩვენს ლაბას რომ გამოსულიყო. ახლა მოდი გადამოვარიალოთ. აპა. აბა დავაგემოვნოთ ახლა, აი ესეთი უნდა იყოს, შეხედეთ? ის კი არა ცარიელი ჟელე რო არის ხოლმე. აი ასე უნდა იჭრებოდეს. აი ასე. როგორც ზეხვი ისე უნდა იჭრებოდეს. აი ლიმონი ხო არის, ლიმონიც ესე გაიჭრება, ნახეთ? აი ჩემო საყვარლო. აი ჩემო კარგო. აი ესე. ესე თუ გინდათ ისე. ანაირადაც გაგეხარდება. აი ესეთები უნდა გამოვიდეს, აი ესეთები. არ უნდა იშლებოდეს, არა, ლაბა არ უნდა იშლებოდეს, აი ჩემო საყვარლო. მოკლედ მივედით ყველაზე თავარზე. 24 საათის შრომის შემდეგ მივედით თავარზე. ეს არის დეგუსტაცია. ლაბას ძალიან უხდება ეგრეთ წოდებული მდოგვი. და რუხი პური. და ლაბას ძალიან უხდება. ჭაჭა. მოდი დღეს ავტოს მარნის კლასიკური ჭაჭა დავუვიოთ. აბა გილოცავთ ჩემო საყვარლებო, შობა ახალ წელს, კიდევ ერთხელ. სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყველა ვინც უყურებთ ჩემ ახს, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, ვისაც ჩვენი სამშობლო გიყვართ. ემიგრანტებს მინდა მივულოცო ყველაზე მეტად წასულები რო არიან და სამშობლო და თავიანთი ქვეყანა რო ენატრებათ რა. ღმერთმა სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ. ყველა ვინც ეხლა ცოტა სამონტყოფოშია, რაღაცა უჭირს, რაღაცა ტკივა, ყველას გაგიმარჯვოთ. ღმერთმა სულ მალე ისე კარგად გამხდარიყავით რომ ლაბა, წვადი, ხაში არაყი, ღვინო, დაგელიეთ, მიგეცხოთ, მაგრა ყოფილიყავით, შემოგევლეთ, მეყოლეთ, მაგრად და ხალისიანად. კაია. ასე წელი დაგეცალოთ.